36,000 ამერიკელი დაიღუპა კორეაში. კიდევ 58,000 დაიღუპა ვიეტნამში. ხოლო ავღანეთი გაგრძელდა 2 სრული 10 წლეულის განმავლობაში. და მაინც, ტექნიკურად რომ ვთქვათ, არც ერთი ეს არ ყოფილა ომი. სინამდვილეში ბოლოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა ვინმეზე 1942 წლის 5 ივნისს და ეს იყო რუმინეთის წინააღმდეგ. სიმართლე ისაა, რომ ამერიკის ომში წასვლა პრეზიდენტის გადასაწყვეტი არასდროს ყოფილა. ომის გამოცხადება მხოლოდ კონგრესს შეუძლია და ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში მათ ეს ზუსტად 11 ჯერ გააკეთეს 5 სხვადასხვა კონფლიქტის პარკლებში. იყო 1812 წლის ომი ბრიტანეთის წინააღმდეგ, მექსიკის ომი 1846 წელს, ესპანეთთან ომი კი 1898 წელს და შემდეგ პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი, სადაც ერთი და იმავე ომისთვის რამდენიმე ცალკე გამოცხადება გაკეთდა თითოეული მტერი ქვეყნისთვის ცალ-ცალკე. მას შემდეგ რაც 8 წლეული გავიდა, ამერიკამ ომის შემდეგ იბრძოლა ისე, რომ არც ერთი ოფიციალურად არ გამოუცხადებია. კორეის ომი ოფიციალურად მხოლოდ გაეროს პოლიციური ოპერაცია იყო, ასე ეძახდნენ მას. ვიეტნამის ომი კი ტონკინის ხურის რეზოლუციაზე იყო დაფუძნებული. დოკუმენტი იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ ერთ გვერდზე ეტეოდა. შემდეგ იყო სპარსეთის ხურის ომი, ავღანეთი და შემდეგ ერაყი, რომლებიც ყველა ეგრეთ წოდებული AUMF-ზე, სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციაზე იყო დაფუძნებული. რაც რეალურად ნიშნავს, რომ კონგრესი უბრალოდ ამტკიცებს სროლას. ომის სიტყვას კი ძალიან ფრთხილად არიდებს თავს. რატომ უვლის ამერიკა ასე ფრთხილად ერთ სიტყვას? ეს იმიტომ, რომ ომის გამოცხადება უბრალოდ განცხადება არ არის. ეს ქვეყნის შიგნით მოვლენების ზვავს იწვევს. პრეზიდენტი მოულოდნელად იღებს კონტროლის ისეთ დონეს, რომელიც გუწრფელად რომ თქვათ, შეგაშინებდათ. მას აქვს კონტროლი ქარხნებზე, ფასებზე, ან იმაზეც კი, რის თქმის უფლებაც ხალხს აქვს. და ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. 1945 წლის შემდეგ, რადგან სწორედ მაშინ მსოფლიომ ძირითადად შეთანხმდა, რომ ომის დაწყება ომის დანაშაულია. ასე რომ, ადგომა და ომის გამოცხადება აღარ გაჩენდა ძლიერის შტაბეჭდილებას. ეს შენს დანაშაულს უსვამდა ხაზს. თუ ასეთი საინტერესო ისტორიები მოგწონს, გამოიწერე ახი.